ყველას მოგესალმებით. დღეს ვთამაშობთ ახალ თამაშს ჩემს არხზე. რავი, უკვე ძალიან ბევრი ახალი თამაში მომრავლდა, მოკლედ ჩემს არხზედაც ძალიან მიხარია და მოკლედ შეიძლება ბევრმა იცის რუსული YouTube-დან ეს თამაში. მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის. მოკლედ ეს არის GTA, კრიმინალური რუსეთი, სადაც არის ჩაყრილი ძირითადად რუსული მანქანები. და რუსული მაპი რა თქმა უნდა, როგორც უკვე ხედავთ და მოკლედ ძალიან მაგარი თამაში, აი მოკლედ მაგრამ მომეწონა რა მინდა გითხრათ. ეხა ამ სერიაში მოკლედ მიმოხილვა იქნება ამ თამაშის. ეს არის რა თქმა უნდა ონლაინი მაქვს ეხა ჩართული, ჩვეულებრივი GTA არის, აი ესეთი რუსული. და როგორც სამპს ისე აყენებთ multiplayers. მაგრამ რა თქმა უნდა თავისი აქვს იმასაც მოდით ახლა აგერ ესე გადავაყენებ. აქ უნდა დაიცვათ წესები, უნდა გააჩეროთ წითელზე და ასე შემდეგ. მოკლედ წეღან სანამ მოდიოდი აი იმ ადგილას, საიდანაც უნდა დამეწყო გადაღება, გავჩერდი წითელზე. მაგრამ არ ვიცი როგორ უნდა ჩავართო, ანუ მოდით ესე ვიტყვი პავაროტნიკები, იმიტომ რომ არ მახსოვს როგორ არის და ქართულად და რავი, არ ჩავრთე, იმიტომ რომ არ ვიცი ნახდათ როგორ უნდა ჩავრთო და გავედი ჩვეულებრივად მწვანეზე რაღაცა და უცებ გამომეკიდა პატრული. ხედავ რომ უკან მომყვება რაღაცა, გავაჩერე რაღაცა და ისე მოხდა რომ ვიღაცა წამოვიდა შორიდან, დაეჯახა ამ პატრულს, გაიტანა და მეც მოვასწარი წამოსვლა ეგრე ვთქვათ. და მოდით ახლა გაჩვენებთ თვითონ მაპს, აი ესეთია თვითონ მაპი. ეს არის მთლიანად ეს სერვერი. ეს სერვერი არა მთლიანად მაპი ესეთია და რავი, მოკლედ მოდით მესაც წავიდე. მოდით წავიდეთ უკან. უნდა დაიცვათ წესები, არ ვიცი ქართველები რამდენად შეძლებენ ამას. უნდა დაიცვან წესები. ნუ ეხა ეს სერვერი ისეთია რომ თლა წესების დაცვა არ უნდა, მაგრამ სხვა სერვერები არის, სადაც მანქანა უნდა იყიდო, პრავა უნდა აიღო და ასე შემდეგ და რავი, მოკლედ მეთქი კიდე პატრული მომდეს. ეხა რაღაცა ბანდაში გამაწევრიანეს, იმიტომ აქვს ესეთი სკინი და ესე დებილი არ არის ეხა. მოდით გავაკეთოთ მანქანა. ხო, ბევრ სერვერზე არ შეგიძლია ეს მანქანის გაკეთება და რაღაც ლაგი მქონდათ FPS დროპი. უნდა შესულიყავი თვითონ სარემონტოში, რა დაგიწერა რაღაცა კოდი და ისე უნდა გააკეთო მანქანა. მაგრამ აქ მანქანის ჩამოგდება შეგიძლიათ და ასე შემდეგ. თვლად RP სერვერი არ არის და იმიტომ თამაშობ აქ. მეორე დღე არც თამაშობ და ეს ახლა უკან ერვებს მიშლის და სიჩქარის მომატებაც არ მინდა რაღაც ამ რაიონში მილაკავს. სიჩქარის მომატებაც არ მინდა და ჩავკაკავ. მოკლედ ესე გვიშლიან ვიდეოს გადაღებაში ხელს. ეხა უშუალოდ დავათვალიეროთ ქალაქი. როგორია, იმიტომ რომ მეც არ ვიცი ზუსტად. რავი, პირველად არა მეორე დღე არც თამაშობ. აუ, ეხა ეს უკვე ნერვებს მიშლის რა. მანქანა ხო ჩაკეტილი მაქვს, ეს ჩაკეტილი უნდა მქონდეს. არა, ეს არ მინდა. შევალ. აქ საერთოდ კოდები უნდა დაწეროთ და მე რა ვიცი, აღმოვაჩინე, სადაც შემიძლია ეს გავაკეთო. აეროპორტი გადავტელეპორტდეთ, მოდით. ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მანქანის გარეშე დავტელეპორტდით. რაღაც სანამ ტექსტურები ჩაიტვირთა. ხო, ტექსტურებიც ჩაიტვირთა. ესეთი კაცი ყავს, ბანდიდან მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ვერ გამოვედი. და მოდი ჩამოვაგდოთ მანქანა, ტრანსპორტი. სურუსული მანქანები, აი, უბრალოდ აუ ეს ვინ არის, არ ვიცი, რაღაც ლაგები მაქვს ამ ადგილას. მოდით ახლა დავაჭეროთ ამას, ტელეპორტი. მოკლედ, უბრალოდ არ მითხრათ საიდან უნდა ჩავწერო და ასე შემდეგ, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვილაპარაკებ მაგაზე არაფერს და ამაგერი მანქანა. საუბრობთ მე მგონი ამ მანქანაში ვერ ჩავჭდებით. რა? ლოლ. ჩავჭი. აუ, რას დადის პროსტა.
აგია. მოკლედ ძალიან მაგარი თამაშია რა, აი უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, ვინ შემოხვალთ ამ სერვერზე, დაიცავით წესები ისე როგორც საჭიროა, აი თქვენც იქნებით კარგად და რა ვიცი, ციხეშიც არ ჩაქსვავენ და რა ვიცი, ასე შემდეგ, მოკლედ გალაგა. რაც ლაგები აქვს, იმიტომ რომ ვიღებ, თორე როგორც იცით, სულ რომ თამაშობ 80 FPS-ით. აჰა, ეხაც ლაგი იყო. რომ თამაშობ 80 FPS-ით, როდესაც ვიღებ, მაშინ იწევს FPS-ი ორჯერ ნაკლებად, ანუ ეგრე ვიტყვი და მაგ ხა 40 FPS-ი 45-50, მაგრამ არის ადგილები, სადაც ლაგავს. მაინც ეს არის ჩვეულებრივი San Andreas-ი. უბრალოდ მაპი არის ჩაგდებული რაღაც, ეხა გრაფიკაც ბოლო დონეზე მიყენია და რა ვიცი, აბა შეაფასეთ როგორია ამ თამაშის გრაფიკა. და რა, მოკლედ მაგარ სერვერზე ვერ თამაშობ, ვიცი მაგარი სერვერი, მაგრამ უბრალოდ ვერ თამაშობ, იმიტომ რომ უნდა იცოდეთ 1000 კოდი და 1000 რამე, მოკლედ და ამიტომ ვერ თამაშობ. იმიტომ რომ ვერ ავიღებ რავა, ფულიც თავიდანვე ცოტა მქონდა, არ ვიცი როგორ ვიმუშაო და ასე შემდეგ და თუ გავარკვიე და რამე აუცილებლად მოკლედ ძალიან ლაგებია ამ ადგილას და მოდით გავეცალოთ უბრალოდ. მაგრამ გასასვლელი ვერ ვიპოვე, ახლა დავდივარ 1 საათი, მაგრამ გასასვლელი ვერ ვახჩი. გასასვლელი ვერ ვიპოვე. აუ, სადა ვარ? უნდა გადავტელეპორტდე, იმიტომ რომ სხვა გზა არ მაქვს, გასასვლელი მართლა ვერ ვიპოვე. დავაჭირო ტელეპორტს. აუ, სად გადავტელეპორტდე კი არ ვიცი. ტრასა იყოს რამე, რავი. ლოლ. ამას ჩემო გამოწერებო ხედავ მეც პირველად, აქამდე არ მინახია. პატარა ლაგებისთვის ბოდიშკი ხდით, იმიტომ რომ პირველად ვიღებ ხა ამ თამაშს და არ ვიცი მოკლედ რა როგორ და შევეცდები მოკლედ ყველაფერი გამოვასწორო. ჩამოვაგდოთ ხა ტრანსპორტი რამე. აქ არის ასევე თვითონ ის მანქანებიც, ანუ უკომენტაროთ ზაპაროჟეცია ხო ის როგორც ვიცი. მოკლედ არის ასევე უბრალო მანქანებიც, რაც GTA-შია. მაგრამ რავი, ყველა მანქანა არ არის მოკლედ შეცვლილი. შეგიძლიათ ითამაშოთ რა თქმა უნდა მულტიპლეიერის გარეშე, ანუ ონლაინის გარეშე, მაგრამ რავი, ხა ზოგისთვის რამდენად მღამიანი არ ვიცი. ასეთ გზას GTA-ში პირველად ხედავ მოკლედ. თავიდან როცა იწყებთ უბრალოდ single player-ის თამაშს, ანუ ონლაინს არა, იქ რა ვიწყება რუსული მუსიკებით, 1000 რამით და გამოტოვება არ შეიძლება. მაგრამ საინტერესოც არის, მოკლედ იწყება ძალიან მშვენივრად. არ ვიცი საქართველოში ვის აქვს გადაღებული ეს თამაში, ან ვინ თამაშობს საერთოდ ამას, არ ვიცი, მაგრამ მე მაგალითად ძალიან მომეწონა. აი maps ხა აი ადგილ საერთოდ ამ ტრასას ხედავ ხა პირველად. მოდი ნიტროს მივაჭიროთ მაინც. ელი გზა თავისუფალია. არა, ვერ გაჭავს. ვერა, ეს მანქანა ვერ გაკაჭავს. სულ არის რუსული მანქანები ჩაყრილი, აი ეს BMW იყო X5, X5, რავი. ერთადერთი ის მანქანა, ანუ ჩვეულებრივი, ახალი მანქანები. გერმანული ეგრე თქვათ და კიდე ერთი BMW E34. მეტი სხვა არ მინახია ჯერ, მაგრამ მაგ მანქანის სახელები არ ვიცი და უბრალოდ ვერ ვაგდებ. ვისაც ვკითხე, ვერავინ ვერ მიპასუხა. და ის მანქანა კიდე ავიღე ბანდიდან, რომელ ბანდაშიც მე ვარ. მოდით ვნახოთ თქვენთან ერთად კიდე რა ტრანსპორტებია. მოდით ვნახოთ ეს, იმიტომ რომ არ მინახია, ნუ ეს. მოდით ვნახოთ როგორ დადის ეს თუ ავაბა. ნელა ასე კი ავთ. ეხა მაგ 50 FPS-ი, მაგრამ აი ძალიან უცებ ეცემა ხოლმე რა, აი როგორც ხედავთ სპიდომეტრიც აქ, მაგრამ ის წარწერები ამ მთლიან ეკრანზე და თუ გავიგე როგორ უნდა გავთიშო, აუცილებლად გავთიშავ, იმიტომ რომ არ მინდა ჩემს ვიდეოში აი ესეთი რაღაცა წარწერები იყოს ევით. და რა ვიცი, ვისაც მოგინდებათ ეს თამაში, მოკლედ ჩემი თხოვნა იქნება არ დაწეროთ ის თუ როგორ უნდა გადმოწეროთ, იმიტომ რომ აი
ყველა საიტზე სადაც არ უნდა შეხვიდეთ ეს თამაში ნახოთ არის მუშა უბრალოდ შეიძლება დაგქრაშოთ თამაშის დროს ვა ხარა ჟიგული გაეძრო მოდით სხვა მანქანა ავიღოთ იმიტომ რომ არ მგონი ამით ავიდე მოდით შევიდეთ აქ ჯესტერი თუნდაც იყოს ჯესტერი ვნახოთ არა შევწდი მარტო ის BMW-ები არ ყოფილა ასთვის ნორმალური მანქანები ესე ძალიან მაგარი მანქანაა რავი არ მოველოდი ვახ ჩემს დავიკარგე ძალიან მაგარი მანქანაა და რავი თლად ეხა რუსული მანქანები კი არის მაგრამ არც ისე რა რამოდენიმე ესეთი თანამედროვე მანქანაც არის რა თქმა უნდა მაგრამ რავი რა იმედია მოგეწონებათ ეს თამაში და თუ მოგეწონებათ აუცილებლად დაწერეთ ლაიქი ან დასვით არ დაწერეთ როგორ მაგრამ შო ბუქსაუს გაიხა ის მანქანა ვაიმე არ დაგორდე გთხოვ გადმოხდი ვაიმე აჩერდი აქამდე ძლივს ამოვედი სუეთი 20 მანქანა შეცვალე აჩერდი გადმოდი შენ აკავიჩხირე გადმოდი არ გადავარ აჰა მოკლედ ესეთი გზა ვამჯობინე მოდით ცოტა ხანი ფეხთვირბინოთ და ამასობაში გაგესაუბრებით დასვით ლაიქი თუ რა თქმა უნდა მოგეწონათ ეს თამაში აი როგორც ხედავთ მოკლედ უბრალოდ ტელეფონის ხმის ჩაწევა დამავიწყდა და რავი უბრალოდ არ შეიმჩნიოთ მოდით ახლა ჩამოვაგდოთ ისევ რაიმე მანქანა დასვით ლაიქი როგორც უკვე ვთქვი თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა თუ არ მოგეწონათ მაინც რა ვიცი დასვით მოდით ნახოთ ბულეტი ბულეტი ჩვეულებრივია ჩვენ გვინდა რაიმე არა ჩვეულე არა არ დაგორდი ადი ბულეტით მაინც ავიდით რა ის შევეცადოთ რომ არა რანაირი აღმართია ხალხმა აქაც რეალებს ეს მანქანა კაი მოდით ახლა უბრალოდ დავეშვათ უკან არანაირი პრობლემას ის არ წარმოადგენს ლაგები მაქვს რატო არ ვიცი მაინც პირველი ვიდეოა ახლა და ვამუღამებ მაინც გადმოდი ეს მანქანა არ მინდა მე მეგონა ამაზე სკინი ეყენებოდა თორე ისე კი ვიცი სახელები და კი ვიცი რომ ბანძი მანქანაა ბლისტა ესე ჩვენი ლადა იყოს კაი დავეშვათ ესე არ აქვს შეიძლება ვახ ბიჭო მოკლედ დაწერეთ კომენტარებში აბა მოგეწონათ ეს თამაში მოგწონთ ასე თუ ისე გაიგეთ ეხა მაინც გზაზე ცოტა ხელს გვიშლიდნენ და მაინც გზაზე ასე თუ ისე ვერ ვიარეთ ამ სერიაში რატოა ესეთი ლაგები უბრალოდ ვერ ხვდები აჰა ეხაც ძალიან იცემა FPS-ი მოკლედ ახლა შევარემონტოთ ეს იქნება დაახლოებით 15 წუთიანი ვიდეო და რა ვიცი დაწერეთ კომენტარებში რა პირველი ეპიზოდია მართალია ცოტა ლაგებით არის და ის მაგრამ ბოდიშკი ხდით უბრალოდ არ ვიცოდი თუ ასეთი ლაგები იქნებოდა და რა ვიცი მოკლედ ჩემი თხოვნა იქნება დაალაიქოთ იმიტომ რომ საქართველოში არც თუ ისე ბევრს რა ვიცი საერთოდ არ მინახია მაგალითად ეს თამაში ქართველებს გონდით გადაღებული ასე რომ დაალაიქეთ და კომენტარით გინდათ თუ არა გადავიღო ეს მოკლედ თამაში საერთოდ და ონლაინი და რა ვიცი ამ თამაშს ქვია GTA კრიმინალური რუსეთი და რა ვიცი ძალიან ბევრი ადგილიდან შეგიძლიათ ჩაიწეროთ უბრალოდ შეიძლება ჩვეულებრივ let's play-ის თამაშის დროს ან single player-ის თამაშის დროს დაგქრაშოთ მაგრამ უბრალოდ რავი ონლაინში არ დაქრაშავთ ეხლა მე მაგალითად single player-ში რო ვითამაშო დამქრაშავს და ისე კიდე არ მქრაშავს და რავი ითამაშეთ ონლაინში გაერთეთ იმედია მოგეწონებათ და ახალ რაღაცებს რო დავამუღამებ ამ თამაში მეც აუცილებლად გადავიღებ და აუცილებლად მოგაწვით სიახლეებს და თუ მოგეწონათ ეს ვიდეო კიდევ ერთხელ ვიძახით და ლაიქეთ და კომენტარით და დღეისთვის სულ ეს იყო ნახვამდის